მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. დღევანდელ გადაცემაშიც ისევე როგორც გასულ გადაცემაში, საინტერესო სტუმრები მყავს. მოზარდები ტრადიციულად, რომლებიც რჩევების რუბრიკაში, რასაც ბავშვები გასცემენ ხოლმე თანატოლების მიმართ, ისაუბრებენ რამდენიმე ძალიან საინტერესო წიგნზე და თან აგვიხსნიან, რატომ უწევენ ამ კონკრეტულ წიგნებს რეკომენდაციას. ეს ჩემი საყვარელი რუბრიკაა. ბავშვთა და მოზარდთა ბიბლიოთეკა, ეს განყოფილება ჩვენს გადაცემაში და ვიცი, რომ დღეს არაერთ საინტერესო მოსაზრებას მოვისმენთ. ჩემი როგორ არ მიყვარს ეს სიტყვები და მაინც უნდა თქვა, ჩემი უმცროსი მეგობრებისგან, ეს უმცროსი არ მომწონს ხოლმე. ჩემი მეგობრებისგან, მოდი ასე ვიტყვი. დღეს ჩემი სტუმრები არიან მიშელ ჩინჭარაძე და დაჩი ბაქრაძე. მოგესალმებით. გამარჯობა. მადლობა რომ მესტუმრეთ. ორივე თქვენგანი ჩემთვის ძალიან საინტერესო ადამიანია, საინტერესო პიროვნებები ხართ და მინდა რომ აი თქვენი პიროვნების ამ ძალიან საინტერესო პერსონის შესაბამისი წიგნები წარმოგვიდგინოთ და ურჩიოთ თქვენს თანატოლებს, თქვენ მოზარდი ხართ ორივე. თანატოლებს ურჩიოთ, მოკლედ, ხარისხიანი ლიტერატურა, ორიოდე წიგნი. მოდი, მიშელით დავიწყოთ. მიშელ, მოგესალმები, ვიცი რომ კითხულობ საკმაო რაოდენობის წიგნს, ისეთი უკვე შეიძლება ითქვას გაწაფული, გამოცდილი მკითხველი ხარ და ორი წიგნი გვირჩიე თუ შეიძლება. აი, შენ რამდენი წლის ხარ, მიშელ? მე ვარ 15 წლის. 15 წლის. 13, 14, 15, 16 წლის ადამიანებს რომელ ორ წიგნს ურჩევდი და რატომ ესეც რომ ახსნე? პირველ რიგში ალბათ ჩემ თანატოლებს ურჩევ წიგნს თამაში ჭავავის ხანაში, სალინჯერის. ვფიქრობ რომ ყველა მოზარდს უნდა ქონდეს წაკითხული ეგ წიგნი. მეც გეთანხმები. იმიტომ რომ ანუ ისეთ თემას ეხება, ძალიან ბევრ თემებს ეხება, რომლებიც მოზარდები განიცდიან და საერთოდ ჰოლდენი არის ისეთი ბავშვს არ დავუძახებ მოზარდი ვთქვათ. ისე ლაპარაკობს, მე როდესაც ვკითხულობდი, მეგონა ჩემივე დღიურს ვკითხულობ. საინტერესო. იმიტომ რომ აი თვითონ მისი განცდები, ფიქრები, რაღაც ჩემთვის ძალიან ახლო იყო. მარტივად გაიგივე თავი, ხო? მარტივად გავუგე და ამიტომ შემიყვარდა ეგ წიგნი და ამიტომ არაერთხელ მქონდა თავიდან წაკითხული. ხო, ძალიან კარგი. იცი ალბათ რომ ამ წიგნის ორი სათაური არსებობს ქართულად. კლდის პირზე ჭვავის ხანაში და თამაში ჭვავის ხანაში. შენ რომელი სათაურით გირჩევნი? და მეც გეტყვი, მე რომელი ვირჩევნი? კლდის ჭვავის ხანაში. კლდის პირზე, რატომ? მეც. აი, ალბათ აი ჰოლდენის მონოლოგი რომელიც იყო, აი მაქედან გამომდინარე. რა მონოლოგია, რას ნიშნავს ეს კლდის პირზე ჭვავის ხანაში და თამაში ჭვავის ხანაში? რა შეჭვავის ხანაში? ბავშვების გადარჩენაზე იყო თვითონ ანუ მთელი წიგნის განმავლობაში ჰოლდენს ეშინია გაზრდის და მაგას ამბობს რომ უნდა გადაარჩინოს ბავშვები გაზრდისგან და იმისგან რომ ნუ ყალბები გახდნენ. რაც საუბარს დაემსგავს ჰოლდენი როგორც არის. აი მაგის ეშინია ყველაზე მეტად და თვითონ ცვლილებების, მაგრამ იმას ვერ ხვდება რომ ყველა ცვლილებასთან რომელიც აი შეიძლება ჯერ დასაწყისში იყოს ძნელი და რაღაც თავისი ცუდი რაღაცებიც მოჰქონდეს, ბოლოში კარგი რაღაცაც შეიძლება მოიტანოს. მე ნამდვილად მიშო, რა საინტერესოა. და მაგიტომ ძალიან კიდე მიყვარს ერთი მომენტი ცენტრალური პარკის სიხვეებზე, რომ ამბობს ზამთრის დროს, აი, სად მიდიან. სად მიფრინავენ იხვები, როცა ტბა იყინება. და აი ამ კითხვით უკვე ხედავთ, როგორ ეშინია μας ცვლილებების. იმიტომ რომ გონია რომ ამ ცვლილებით იხვებისთვის ეს ძალიან დიდი დამღუპველია. მაგრამ ამავდროულად ეს მათთვის ჩვეულებრივი რამეა და სულ განიცდიან მაგ რაღაცას და აი ჩვეულებრივია და კარგია. ბუნების კანონია, ასე ვთქვათ, ხო, რომ უნდა გაიზარდო, გამოსაზამთრებლად უნდა სხვაგან გადაფრინდე. ხო. უნდა დააშორდე ამ წინა ცხოვრებას, რაღაც ახალი დაიწყო. ძალიან საინტერესო ახსენი. მეც მომწონს კლდის პირზე ჭვავის ხანაში ეს სათაური, იმიტომ რომ ხო, ჰოლდენი თავის დას უყვება, ძალიან სევდიან რამეს ეუბნება და როდესაც კითხავს ფიბი, ის ვერ გასმენდა პატარა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ტექსტიც არის ეს და როცა ფიბი ეკითხება მას რა სურს საერთოდ ცხოვრებაში, ის ამბობს რომ არაფერი სულს გარდა იმისა, რომ კლდის პირას იდგეს ჭვავის ყანაში და უყუროს მოთამაშე ბავშვებს და თუ ბავშვი გადავარდნას დააპირებს კლდეზე,
ცოტა გულია მიჩუყდა. დაიჭიროს ეს ბავშვი. რამდენჯერაც წაკითხული მქონდა თავიდან ეგ წიგნი, მაგ მომენტს როცა კითხულობდი, სულ გული მიჩუხტებოდა და ცრემლები მარგებოდა ეგ. მე სულ მეტირება ამ მომენტზე. და მოკლედ რაღაცნაირი სევდა დახვევა ამ მონაკვეთს და თამაშ ჭამს ყანაში ვფიქრობ უფრო ისეთი სათაურია თუ კი ეს ტექსტი და ეპიზოდი წაკითხული არ გაქვს რაღაც მხიარულ განწყობას ქმნის რაც არ შესაძლოა ეპიზოდს ხო მე ყველა რჩევას მაძლევდა რომ უნდა წაიკითხო ეგ წიგნი და როდესაც თან ყდაც დავინახე და თან სახელიც რაღაც მეგონა უფრო პოზიტიური იქნება და უფრო ისეთი ამბავი იქნება ხო არასწორმოლოდი შემიქმნა თავიდანვე და მე ამატირა ბოლოში. ბოლოს ამ ეპიზოდმა აკატირა. მეორე წიგნზე დაგიბრუნდები ცოტა ხანში. ახლა დაჩის მინდა მივმართო დაჩი გამარჯობა. გამარჯობა. შენ რა რჩევას გაუზიარებდი? შენ რამდენი წლის ხარ დაჩი? 16 წლის. 16 წლის ხო? აი შენც ასეთ 13-დან 16 წლამდე მოზარდებს რომელ წიგნს ურჩევდი და რატო? ცოტა ზოგადი განცხადებაა ეს, მაგრამ ენის ფრანჩაიზისგან თითქმის ნებისმიერი წიგნი. აჰა. იგულისხმება ლუსი მონტგომერის ენი მწვანე მეზონინებიდან და მისი გაგრძელება წიგნები. ზოგადად ეს განცხადება ჩემი თითქმის ობიექტურად მართალია, რადგან ძალიან ახლოს გრძნობ ჩემ ანუ საკუთარ თავს ამ მირთან ამ პერსონაჟთან, სწორედ ეთქვა, მაგიღა. და ანუ მთელი ცხოვრება ზოგადად ყველა ჩემი მეგობარი მიყურებდა როგორც ბჭყალებში თრიჰაგერი მეგობარი და ანუ მაბუნებდნენ ძალიან ხშირად. თრიჰაგერი რას ნიშნავს თან აგვიხსენი უფროს თაობას თუ შეიძლება? ხო, ჯობია. ზოგადად ანუ ისე ადამიანებს ვინც ცხოველები რო უყვარს და კერძოდ მწერებიან ისეთი ცხოველები რომელსაც ესთეტიკურად ლამაზად არ იღებს ძალიან შენი სამყარო. ეს ხეების ჩახუტების ტრადიცია რომ არის უძველესი დროიდან რომ მოდის და დღეს რომ პოპულარული გახდა, მაგას უკავშირდება ალბათ ეს ტერმინი, ხო? ანუ შენ გიყვარს ფლორა და ფაუნა. კი. და ანუ ძალიან ბევრი ეპიზოდია, სადაც ამის გამო ვიწროებენ ანის. ძალიან. რა თქმა უნდა, მხოლოდ მაგაზე არ არის ჩემი საუბარი, მაგრამ ჩემი აზრით ბევრი ისეთი წიგნი არ არის ან წიგნები, რომლებიც ძალიან კარგად აღწერენ მაგ შეგრძნებას და სინამდვილეს. სადაც ანუ ადამიანების უმეტესობაში განსაკუთრებით მაგას აქში უფრო მეტი სტიგმაა ვიდრე ემპათია. და რაღაცა ეს გამოგონილი ხაზებია, სადაც თუ ასე რაღაცას მოусმენ უცნაური ხარ, თუ ასე ჩაისმენ უცნაური ხარ და რაღაც ყალიბში უნდა ჯდებოდე, ხო? რაღაც ჩარჩოში აუცილებლად წინასწარ განსაზღვროს. ხალხი ვიწყებს მთლიან სიტყვა მომეცდა. ანუ რატომაც არსებობს, მაგალითად რატომ ყიდულობს ტანსაცმელს. ანუ ჩემი უცნაურია, როდესაც ტყეებში ტრენდულ ტანსაცმელს ჩაისმენ, როდესაც ფული გაქვს და იმაში უნდა გამიყენო, რომ თუ ტანსაცმელს იმისთვის იცმევ, რომ არაპრაქტიკული იყოს, არამედ ლამაზი, რომ გამორჩეული უნდა იყო. ანის შემთხვევაშიც ამ ცხოვრების წლებს ეს ბავშვები ყველა მნიშვნელოვან წლებს იყენებენ იმაში, რომ არა იმაში, რომ რამე მიიღონ, მაგრამ იმაში, რომ რამე არ დაკარგონ და ყველა სხვა ბავშვისნაირად იყვნენ და ანუ ყოჩხა ესეც კარგად თქვი, ხო? არა, ანუ მაძიებლები კი არ არიან, ცდილობენ პირიქით თავი გადაიჭინონ, ხო? კონსერვატული ბავშვები არიან ძალიან. და აი ტანსაცმელთან დაკავშირებით რას გულისხმობდი? ცოტა ვერ მივხვდი, ანუ არ მოგწონს ეს მოხმარებული. მაგალითად, ჭარბი მოხმარება არ მოგწონს, ამას გულისხმობდი. მაგის საგერბლომა მაგალითად შემიძლია. მაგრამ ახლა უბრალოდ მაგალითი მოვიყვანეთ ტანსაცმელზე, მაგალითად მნიშვნელოვანი მაგალითი არ არის, მაგრამ მიშენია თავიდან აღწერო. მაგალითად, ანუ ტანსაცმელი ხო თავიდან პრაქტიკულობისთვის შეიქმნა იმისთვის, რომ არ შეგციუდეს და რაღაცა, მაგრამ ანუ პირველადი მნიშვნელობა დაეკარგა. ხო, არა, მაგას ხო გასაგებია, მაგრამ მაგის ფსას არ ვცდილობ, ანუ ის არის რომ ტანსაცმელს თუ იმისთვის ჩაიცნო რომ ლამაზად გამოიყურებოდე, მაშინ რაც შეიძლება განსხვავებული უნდა ჩაიცვა. მივხვდი. მაგრამ ყველა ეს პოპულარული იდეა გახდა რომ ის უნდა ჩაიცვა როგორც ხვები იცმენ, რომ იყო ნორმალური და ნორმალური თუ უნდა იყო, მაშინ ჯობია უბრალოდ ყველა ეთფილი და პრაქტიკული რაღაც ჩაიცვა. და თან ერთხელ რო ცხოვრობს ყველა ადამიანი, ცოტა ღიად ვიტყვი რომ სულელური მგონია. კი, გეთანხმები. ასე სულ ან მარტო შოების ჩაცმა არა მაგეთი. უბრალოდ ფულის დროის და ცხოვრების ხარჯვა არა. კი, გეთანხმები. ამიტომ ანი ჩემი აზრით მაგარია. მაგარი გოგო. კიდევ რაში გავხარ? ჩემს უსაყვარლეს პერსონაჟს, რომელზეც ამ გადაცემაშიც მისაუბრია, რომ არაერთხელ ამომიყვანა რაღაც დიდი სევდიდან და არაერთხელ მეკცა გვირაბში სინათლედ და გზამკვლევად ცხოვრებაში. სიმართლე რო გითხრათ, მე არ გავაკეთე.
რაში მეხმარება ისე თქვა, ანუ ზოგადად კარგად ჩვენს ეს ციგნი რომ ანუ ასე ბწყალებში ასეთი ადამიანების შეიძლება იყოს საინტერესო და ცხოვრება კონდეს. ანუ ისინი ხედავენ საყვარელს როგორც ისე ახედავენ როგორც დანარჩენები, მაგრამ იმდენად შოუ გრძნობიარე და პოეტურ ადამიანებს გულისხმობ, ხო? ანუ მაგიტომ გამოვიყენე ბწყალები. ანუ ისე განიცდიან ყველა წამს და ყველა წუთს რამდენადაც სხვა ადამიანები. ანუ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ სხვადასხვა შეხედულებებით. პირდაპირობით გავხარ ენის? პირდაპირობით? ხო. საფრთხის პირში მიხლა გიყვარს? პირში მიყრა ახლა იმ კონტექსტით არა რომ ცუდად უსხრა რაღაცა, მაგრამ კი. გულში არაფერს იტოვებ? ბევრ რაღაცას ვიტოვებ, მაგრამ ანუ თუ მინდა ადამიანს უთხრა თუ როგორი ურთიერთობა გვინდა გქონდეს ან რას ვფიქრობ მასზე და რომ მართლა მნიშვნელოვანი თუა, ამიყვარს გვერდიდან მნიშვნელოვანი, ახლა ხშირად ხედავ მაგალითად შეყოლებლები თუ არიან და ამ სიტყვას ვერ ვიტან, მაგრამ ჭყლებში situationship-ში რო არიან და რაღაც რო არიდებენ ერთმანეთს თავს ადამიანები და სიყვარულს რო ეძახიან ამას. ესეც რო იხაიჯვა. ანუ კომუნიკაციის მნიშვნელოვანი რაღაცა შემთხვევაში არ არსებობს. და ამის შეუძლია ეს, რამე საჭირო ამბობს. ამიტომ ხო ცნობრივ ამის ხსენებაც იყო საჭირო. მეც გეთანხმები, ამის ხსენება ნამდვილად საჭირო იყო. ვიდრე დაჩი მეორე რეკომენდაციაზე იფიქრებს, ისევ მიშელს დავუბრუნდები. მიშელ, კიდევ ერთი წიგნი მინდა რომ გვირჩიო. მეორე წიგნს ალბათ ვიტყვი ზარხუფის, სილვია პლატის, იმიტომ რომ ამ ზაფხულს წავიკითხე და დიდ რაღაც თავისუფლების ქვეშ ვარ. ძალიან მომეწონა და აი ძალიან დიდი ხანი გადავდებდი ხოლმე ამ წიგნს. იმიტომ რომ ვიცოდი რომ მომეწონება, იმიტომ რომ ეგეთი ჟანრის წიგნები მომწონს. და აი დესერტს რო გადადებენ ბოლოსთვის, ეგრე გადავდები. ტკბილი ლუკმის მოტოვება, ხო? ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის დავტოვე და ზაფხულს ჩაუჯექი და წავიკითხე და ძალიან მომეწონა. ნუ, იმიტომ რომ ძალიან ისევ მოზარდებისთვის ძალიან ბევრ ნაცნობ თემას ეხება. ფემინიზმზეც ძალიან ბევრ რაღაცა არის ნათქვამი. დაოჯახებაზე მაგალითად რა საინტერესო და ნუ იმაზეც რომ ანუ ზარხუფი რატო თქვია და რაღაც ბარიერში არის თითქოს და ჩაკეტილი ესთერ გრინვუდი. ხო, გოგოებისთვის. ხო, გოგოებისთვის. და მაგაში არის ჩაკეტილი და მთელი წიგნი მაგაზეა, რომ ცდილობს რომ თავისთავად იპოვოს სამყაროში, აი მისი ადგილი იპოვოს. და მაგიტომ ძალიან მომეწონა ეგ წიგნიც და ვფიქრობ რომ რაღაც მხრივ მოზარდებისთვის საინტერესო იქნება ეგ. მაგ თემაზე წასაკითხა და როგორც ჰოლდენთან რაღაცნაირად გეთანხმები ამაში. თან ახლა აზრად მომივიდა რომ რაღაცით ესთერი და ჰოლდენი გვანან ერთმანეთს თითქოს დამეგობრდებოდნენ. კი, ზუსტად. სხვათა შორის აქამდე მართლა არ მიფიქრია ამაზე. მართლა მიუხედავად იმისა რომ თამაში ორივე ტექსტი მიყვარს, უფრო მეტად სელინჯერი მიყვარს, არ დავმალო. მაგრამ არც ზარხუფს ვუწუნებ რამეს. უბრალოდ უფრო ვთვლი რომ მაინც რაღაც ასაკობრივია უფრო ზარხუფი ვიდრე თამაშჭოვის ყანაში. მაგრამ აქამდე არასოდეს მიფიქრია, მიუხედავად მრავალგზის წაკითხვის ამ წიგნების, რომ ისინი საოცრად გვანან ერთმანეთს და კი, ნამდვილად კარგად გაუგებდნენ და ვინ იცის შეიძლება რაღაც ნაწილში ეშველათ კიდეც ერთმანეთისთვის. ხო, ესთერის დეპრესიას თუ არ ჩავთვლით, შეიძლება დამეგობრდებოდნენ კიდეც რა. ანუ მე მაგას ვფიქრობ, რომ აი რაღაცნაირად დამეგობრდებოდნენ და ერთმანეთს გაუგებდნენ ძალიან კარგად და დაელაპარაკებოდნენ და ჰოლდენი ალბათ აი ძლივს იპოვიდა ადამიანს, რომელიც გაუგებდა და დაელაპარაკებოდა ერთ ლეველზე. ხო, და რომელიც მოეწონებოდა ზუსტად. ხო, რაც ალბათ ბუნებრივია. მაგასაკაში და მაგ მდგომარეობაში. მადლობა, მეორე რეკომენდაციაც ძალიან საინტერესო იყო. თავად სილვია პლატიც საოცრად საინტერესო პოეტია, მწერალი, მნიშვნელოვანი ფიგურაა ძალიან და როგორც წერს ძალიან მომეწონა, მე როცა ვკითხულობ. მის ლექსებს ხომ არ იცნობ შემდგომ. ჯერ არ მაგწაკეთ, მაგით გადადებული რომ გაეცნო პლატის პოეზიას. შესაძლოა უფრო მეტადაც კი მოგეწონოს ვიდრე მის მაგას ვფიქრობ. მადლობა რეკომენდაციისთვის. დაჩი, მეორე წიგნი. თუ შეიძლება. მე წიგნად დავასახელებდი კლარადოზე. იშიკურო. ხო. კაზუა იშიკურო. ხო. აი ცოტა რა გავაზიოდო, იგივე აი საზოგადოება ცუდია და ყველა ერთნაირია თემას ეხება. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო იმაზე თუ
როგორ დაიბადა ადამიანს, თავიდან საიდან წამოვიდა. ახლა ვისაც წაკითხული აქვს, მიხვდება რომ კერძოდ გერმონიფიკაციის მაგალითად ლაპარაკო. და შეიძლება ბევრი ადამიანისთვის რო წაიკითხავს, ძალიან რაღაც აბსტრაქტულ თემად იყავს, რომ მომავალში იქნება ეს ხოლო და ასეთი რაღაც არ არსებობს და ასეთი სტიგმა არ არსებობს ჩერო, მაგრამ ამაზე გაცილებით უარესი რაღაცები ხდება. ძალიან მარტივი რაღაცებისთვის, თუნდაც კანისფერში პატარა სხვაობა, ან ისეთი რაღაცა, რასაც ადამიანი ვერ მიხვდება, რა სადამ სიტყვა არ ეტყოდნენ, მაგალითად საიდან არის ადამიანი. ახლა ჩემით ეს არის ხო, რაღაც მნიშვნელოვან მოვლენებს ეხება ნამდვილად, მნიშვნელოვან პრობლემებს უბრალოდ მოვლენები რატომ ვთქვი. პრობლემებს, რომლებიც გვაწუხებს, მოზარდებსაც, უფროსებსაც და მოკლედ ხო სხვადასხვა ნიშნით ადამიანების გარიყვა რომ გვახასიათებს, კი ამ მიმართულებით ნამდვილად კარგად არის რაღაც თემები გაშლილი წიგნში კლარა და მზე. რაზე არის კიდევ ეს წიგნი? მაყურებელს რომ აუხსნ. ახლა ხელოვნური ინტელექტზე და რაღაცაზე როა. და ხელოვნური ინტელექტზე არა, ანუ ხო უფრო მნიშვნელოვანი თემა ახლა რა თქმა უნდა ამ წიგნში არის ემპათია და რაღაცა და უფრო მაგისთვის ვახსენა ეს წიგნი, მაგრამ მაინც შესაძლოა პარალელი გამოვიდა და სწორად გადამიყვანა. ანუ იმას არის საუბარი თუ თითქოს თავიდან გიწევს ემპათიის შექმნა და აგროვება ამ რობოტებისთვის, ანუ ადამიანებზე თითქოს ჩვენში ჩაწერილია რომ ემპათიურები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ანუ არც უფიქრდებით ამას. მაგრამ თითქოს ახალი არსება რომელიც არ ვიცით ჩვენსავით გონიერი არის თუ არა. და ჩვენ გადაწყვეტილება ემპათიური ვიქნებით თუ არა და ამას ენერგიაც მეაქვს, იმიტომ რომ მაგალითად ახლა ძალიან უსამართლო მაგალითს მოვიყვან, მაგალითად რამდენიმე თვე რო იყოთ ამ რობოტთან. ცოტა ხანი ყველა წამს საკუთარ თავს შეკითხვას დავუსმევთ, რომ ისე ვიქცევით თითქოს ემპათიური ვარ თუ მართლა ბუნებრივია ეს შემოსთან. რადგან ანუ უბრალოდ სიტყვებს ვერ პოულობ, მაგრამ ზუსტად მაქვს დალაგებული რაც ვინდა თქვა. ხო ხდები. კი, ხვდები ნამდვილად. ხო, ეს ძალიან საინტერესო თემაა. ჩემი ერთი საყვარელი წიგნი სამეცნიერო ფანტასტიკაში და საერთოდ ყველა ჟანრში, ჩემი საყვარელი წიგნების ხუთეულში არის ფილიპ დიკის ოცნებობენ ანდროიდები ელექტროცხრებზე და ეს წიგნი ეხება სწორედ მაგას ხელოვნურ ინტელექტში ემპათიას ადამიანში, ადამიანურ ემპათიას, რა გვხდის ადამიანებს ადამიანებად, შემთხვევით თანაგრძნობის უნარი ხომ არა და სწორედ ეგ ხომ არ არის, რაც განგვასხვავებს რობოტებისგან. ძალიან საინტერესო რეკომენდაციები იყო და რადგან ემპათია ახსენე და ასეთი კითხვა მექნება შენთან, როგორ ფიქრობ? მკითხველს, საერთოდ წიგნების კითხვა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა ემპათიის გამომუშავებას ეხმარება? კი. რა თქმა უნდა. ანუ წიგნი თვითონ არ ცდილობს ამას, მაგრამ ჩვენი ბუნებაა, რომ რამე სიტუაციას რო ხედავთ, ავტომატურად ჩვენ თავს ვსვამთ ყველა მონაწილეში მაგ სიტუაციის და ყველა ერთ თუ გაწყვეტილებს ვაგზავნებთ საკუთარ თავს. მაგალითად ფილმს რო უყურებთ და რამე მნიშვნელოვანი მომენტი როა, სადაც ერთი ადამიანი უნდა გადაარჩინოთ მეორე. ჩვენ კი არ ველოდებით რა სიზამს თავარი გმირი. ჩვენ ხვდებით წიგნი და ჩვენ ვიწყებთ ფიქრს. ამას უნდა გავაკეთებთ ან იმას და ხშირად რომ მორჩებით ფილმს, მე საათობით კიდე ამაზე ვფიქრობ. მაგალითად კერძოდ მე. და ხო, მაგ გამოდის შემე ძალიან კარგად. თან კიდე ის მომწონს რომ ანუ არანაირ ანუ ახმა და ყველაფერი შეგრძნებები არის დამოკიდებული შენზე, კითხველზე. წიგნი არ გაძლევს სუნს, წიგნი არ გაძლევს რამდენად სწრაფად უნდა იკითხო, რამდენად რას ხედავ, რა გესმის. შენ აკონტროლებ პროცესს. ხო, ანუ თლიანად წარმოსახვასაც მათ შორის. ხო, ანუ რაღაც ამ პროცესში რო შეხვალთ, რომ ზუსტად ისე წარმოისახავ წიგნში, რაც თქვა როგორც ანუ თითქოს ყველაფერს ფარავს შენს ირგვლივ და ანუ ზუსტად ისეთ იმ პოზიციაში ვსვამთ ჩვენ თავს, როგორც ნებისმიერი გმირი, რომელსაც ავირჩიოთ ახლა მაგ ჩვენზე დამოკიდებული და ანუ გაცილებით უფრო მეტ რეალურ სიტუაციას ხვდებით წიგნში ვიდრე ნამდვილ ცხოვრებაში. ახლა შეიძლება მაგეთი გადაწყვეტილების მიღებაც შეიძლება წიგნში გმირს პერსონაჟს მოუწიოს, რამდენიმე თვეში ერთხელ შეხვდეთ, მაგრამ წიგნს უკითხულობთ. ახლა ცოტა ტელეფონით ცუდი წიგნი კარგი რაღაცა მივიდა, მაგრამ ხო, გეხურება მაშინ. კარგია. კარგია, ნამდვილად. მიშელ, შენ როგორ ფიქრობ? ემპათიის გამომუშავებაში ეხმარება წიგნი? ჩემი აზრით კი ეხმარება. იმიტომ რომ ჯერჯერობით გამივიცდით ძალიან ხშირად აი პერსონაჟისთვის, რომელიც წიგნში არის და აი თითქოს და ვცდილობთ ის რასაც ის განიცდის, მეც განვიცდი ძალიან ხშირად. აი მაგალითად თამაშ ჭრავს ანაში რომ მოვიყვანე, აი ჰოლდენი რასაც ამბობდა, ყველაფერს მეც განვიცდი და ხვდებოდი და ემპათიას ჩემთვის გამომუშავდა. ფილმებშიც არის ეგრე, მარტო ლიტერატურაშიც არ არის რა, მაგრამ წიგნებში რავი. ფიქრობ რომ
უფრო რა რატომ? ხო, ალბათ წარმოსახვასაც რომ გივითარეთ, ეგეც გეხმარება. იმიტომ რომ რაღაც წარმოვიდგენ ჯერ ესეთი ჩემს თავში პერსონაჟს და უფრო რაღაც სახლო ხდება ჩემთვის. როდესაც ჩემი ვცდილობ რა წარმოვიდგენო და არა როცა ბზა უკვე რაღაც მსახიობი არის ეკრანზე და ვუყურებ მე. ვფიქრობ რომ ჩემიც როდესაც წარმოვიდგენ უფრო ახლო ხდება ჩემთვის და გულთან უფრო ახლოს მიმაგ და აი უფრო ბევრი ემპათიაც გამოსავალ. მიშელ, თუ აქვს წიგნს იმის შესაძლებლობა რომ რაღაც თქვათ მოზარდს თუნდაც თინეიჯერს რთულ მომენტში გზაუჩვენოს მაგალითად. კი, ჩემი აზრით კი, იმიტომ რომ აი ისევ ჩემ მაგალითს მოვიყვან ძალიან ხშირად აი წიგნს რო წავიკითხავდი და აი ესეთი ემოციები რომ მქონდა რომელიც აი არ ვიცოდი ეგრე სწორი იყო თუ არა წიგნს რომ წავიკითხავდი რომ ხედავდი რომ პერსონაჟიც იგივე რაღაცას განიცდიდა და ბოლოს მაინც ნახულობდა გზას და ჩვეულებრივად აგრძელებდა ყველაფერს მე ხვდებოდი რომ მეც შემიძლია და მეც შემიძლია უბრალოდ ავიღო ეს გადავიტანო პრობლემა გადავჭრა წავიდე ისევ გზაზე კი, მეც ასე ვფიქრობ. და ვფიქრობ, რომ წიგნები ნამდვილად მაგასში გვეხმარება. დაჩი, შენ რას მეტყოდი ამაზე? რთულ მომენტებში გზის მაჩვენებლის ფუნქცია თუ შეიძლება წიგნს რომ გქონდეს. ბევრი პრობლემა გვაწუხებს, ხო? ნუ აი თქვენი ასაკის ადამიანი რამ შეიძლება ახლა შეაწუხოს, თქვათ. ხო, სულიერად წიგნების გურამ გარიყვა. ხო, მაგეთი მნიშვნელოვანი მომენტები უმეტესად ისეთ პრობლემებზეა, რომელსაც ამ ასაკში შეხვდება და ადამიანი. ახლა შეიძლება უფრო ზასრულები იყვნენ, მაგრამ აი რომანტიზაცია სწორი სიტყვა რო თქვა. კი, სწორი სიტყვა. რომანტიზება ხდება ამ პრობლემების და უფრო ახალგაზრდა პრობლემებს ემგვანება. და ნუ უმეტესად ეს პრობლემები ერთ წრეზე დარბის რა, ადამიანმა რაღაც ცუდი გააკეთა, მაგრამ ამ ადამიანს ზრუნდა არის პრობლემა, არის მოგვარების გზა და უფრო ჩემი აზრით იმაზეა, რომ ანუ თავი პერსონაჟი ხშირად ყველაზე გულუბრყვილო, ხო, გულუბრყვილო გადაწყვეტილებას იღებს. და ეს უფრო ანუ წინი დროის მესვლა იმას კი არ გვასწავლის რა უნდა გავაკეთოთ, იმას გვასწავლის თუ რა არა უშავს რომ გავაკეთოთ. და ანუ უფრო მეტ ძალას გვაძლევს რომ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ნაკლებად ცუდად გძნობ თავს რომ რა მაგასაც გააკეთებ, რადგან ისე პერსონაჟმა გააკეთა, ანუ არა უშავს. ხო, ეს არის თორე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა რომ თქვენი საინტერესო პიროვნების ნაწილი გაგვიზიარეთ. საოცრად საინტერესო მოსასმენი იყო ჩემთვის და მჯერა რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც. გმადლობთ რომ მესტუმრეთ გადაცემაში ნამდვილად კარგი და ღირებული რეკომენდაციებით და მე ახლა დაგემშვიდობებით და შემდეგ გავაგრძელებ უკვე ჩემს ნაწილს. ნახვამდის. გადაცემის მეორე ნაწილში ერთი წიგნი მინდა წარმოგიდგინოთ, წიგნი რომელიც დიდი ხნის წინ წავიკითხე, მოთხრობა უფრო სწორად და შემდგომ რაღაცნაირად ისე მოხდა რომ დიდხანს ვეძებდი, არ იყო, როგორც ხდება ხოლმე და მე განახლდა ტირაჟი და უეცრად ვნახე ძალიან ლამაზი გამოცემა, უმშვენიერესი ილუსტრაციებით. ეს ხო, თავად ავტორისეული ილუსტრაციებით არის ეს წიგნი გამოცემული. ეს არის თამრი ფხაკაძის მოთხრობა, ვრცელი მოთხრობაა საკმაოდ, ბოსტანი კონფლიქტის ზონაში. ეს არის სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შესახებ დაწერილი წიგნი, რომელსაც პირველ პირში ყვება ქართლში ეგრეთ წოდებულ საზღვართან, დე ფაქტო საზღვართან მცხოვრები ადამიანი, რომელსაც ქვია რობინზონი. იმდენი ემოცია მაკავშირებს ამ წიგნთან, რომ ცოტა მიჭირს კიდეც საუბარი, იმიტომ რომ თავად ჩემი ფესვები, ჩემი ოჯახის საზღვრისპირა სოფლიდან არის, სწორედ იმ რეგიონიდან, იმ მონაკვეთიდან, რომელზეც არის საუბარი და ვინ იცის, შეიძლება ჩემი სოფელიც კი არის ეს, ან რომელიმე მეზობელი, ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი სოფელი. ჩემი გვარი, ჩემი ოჯახი წარმოშობით ტყვიავიდან არის, გორის რაიონიდან, სასაზღვრო სოფლიდან. მე იქ სახლი მაქვს, მე იქ ბებია მყავდა, ნათესავები მყავს, მამიდები და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ნუ ეს ჩემთვის ძალიან ცხადი მოგონებებია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ 20 წელს ვიყავი უკვე გადაცილებული. მაშინ ვიგრძენი რაღაცნაირად, რას ნიშნავს მშობლიური მიწა. აი როგორც ამ წიგნში თამრი ფხაკაძე მოიხსენებს, მამა-პაპაეული მიწა რას ნიშნავს და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მას ადამიანის იდენტობაში.
თითქოს და რა არის ხო მიწის ნაკლები, რომელზეც აღარ ცხოვრობ, მიტოვებული, დატოვებული გაქვს და თითქოს და არაფერი გაკავშირებს, მაგრამ ეს მიწის ნაკლები, ეგრეთ წოდებული მამაპაპეული მიწა არის ის, რაც გამაგრებს ფესვებით შენ სამშობლოში. ამ გზნობას ახსნა არ აქვს. ამას სწორ სიტყვებს ალბათ ვერ მოუძებნი, იმდანად რთულ შეგრძნებაზე ვსაუბრობ ახლა, მაგრამ მიწის ძალის და მიწის ძახილის მე პირადად ძალიან მჯერა და ჩემთვის აი ეს ერთი რაღაც მიწის ნაგლეჯი, მიწის მონაკვეთი, რომელიც ჩემს სოფელში, ჩემს სასაზღვრო სოფელში მდებარეობს, უძვირფასესია და ასმაგაც ძვირფასი გახდა აგვისტოს ომის შემდეგ, იმიტომ რომ მაშინ პირველად ვიგრძენი ცხადად და გაცნობიერებულად ამ ადგილის დაკარგვის შიში. მიუხედავად იმისა, რომ მე დედაქალაქში დავიბადე, გავიზარდე, ჩემი ცხოვრება იქ იყო, მაშინ გავაცნობიერე ცხადად, როგორი უხილავი ძაფებით ვიყავი იმ მიწაზე ჩაბმული და რა მომივიდოდა, თუ კი ეს ძაფები ჩაწყდებოდა. ამაზეა ეს წიგნიც, მოკლედ რომ თქვა. რობინსონის მონათხრობზე, როგორ გააცნობიერებს უეცრად ქალაქში მცხოვრები შუახნის თავის მხრივ, თავის აგრონომიაში, თავის პროფესიაში საკმაოდ წარმატებული კაცი, რომ თურმე ვერ ისუნთქებს და ვერ იარსებებს აი ამ ბოსტონის კონფლიქტის ზონაში მდებარე ბოსტონის გარეშე და როგორ სრულიად გაცნობიერებულად წავა ერთი შეხედვით აბსურდულ ქმედებაზე ის იქ აღარც ცხოვრობს. მისი სახლკარიც კი გაყიდულია, მაგრამ როგორ გადაწყვეტს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდოს, ეხლა მტერს ეკვეთოს ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ხო, თავი შესწიროს, ვერ გაათავისუფლებს რა თქმა უნდა კონფლიქტის ზონას ერთი კაცი, მაგრამ აი ერთი კაცის პროტესტით და ერთი კაცის წინააღმდეგობით რაღაც მაინც გააკეთოს, იმიტომ რომ უმოქმედობა მისთვის სიკვდილია, უმოქმედობა ის არის, რაც იმ მიწასთან დამაკავშირებელ ძაფებს ჩაუწყვეტს და მას აქვს ძალიან ცხადი განცდა იმისა, რომ ფიზიკური სიკვდილი გაცილებით უფრო მსუბუქი იქნება იმ ჯოჯოხეთზე, რასაც ამ ძაფების ჩაწყვეტა მოუტანს მას. აი მოკლედ აუცილებლად გირჩევთ, რომ სკოლებში მოზარდებს, ზრდასრულებს ყველას წააკითხოთ ეს წიგნი. მე მგონია, რომ ჩვენს კონფლიქტებსა და ჩვენს ომებზე კიდევ საკმარისად ბევრი არ იწერება და რაც შეიძლება მეტი და მეტი უნდა დაიწეროს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის და ბოსტონის კონფლიქტის ზონაში ნამდვილად შესანიშნავი მოთხრობა სხვათა შორის რაღაცით მაგონებს არ ვიცი რითი არაფრით გავს ალბათ პირველ პირში ეთხრობთ თამთამელაშვილის გათვლას რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო თუ არა საუკეთესო ტექსტად მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელ ომებზე რაც დაწერილა და კიდევ ერთი წიგნი მინდა წარმოგიდგინოთ ამ სერიის პირველი წიგნი ანა გენისის პირველი წიგნი, რომელიც ეს სერია ეთმობა ბერძნული მითების თანამედროვე ლიტერატურაში რეპრეზენტაციებს. აი ამის წიგნი მე დეახმები კრისტალ ვოლფის, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ტექსტი. მე წინა გადაცემაში უკვე წარმოგიდგინეთ, ის წლების წინ მქონდა წაკითხული და ახლა უნდა წარმოგიდგინოთ, გაგაცნოთ ჯენიფერ სეინტის არიადნე. ამ ტექსტს პირველად გავეცანი. ვერ ვიტყვი რომ მე დეახმებივით შთამბეჭდავი აღმოჩნდა ჩემთვის. ცოტა მე მგონი ოდნავ კლასი დააკლდა ჯენიფერ სეინტს, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო საკითხავი ახლა რაღაც მაღალ ლიტერატურას მოლოდინით არ უნდა წავიკითხოთ, მაგრამ საინტერესო გააზრება კიდევ ერთი არიადნეს მითისა. ასევე ცოტა ხნის წინ მე ვისაუბრე ნიკოს კაზანძაკისის რომანზე კნოსოსის სასახლეში, რომელიც ეძღვნებოდა კრეტაზე მინოსის სასახლეს, მინოტავრის ლეგენდას, თეზევსს და თეზევსის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. რა თქმა უნდა, თეზევსის მითში ერთ-ერთი ცენტრალური საკვანძო ფიგურა არიადნეა. კრეტის მეფის, კნოსოსის მბრძანებლის, მინოსის ქალიშვილი. ფედრა და არიადნე არიან მისი შვილები. და იქ უკვე ვისაუბრე გარკვეულწილად არიადნეზე და აქაც გავიმეორებ ჩემს ნათქვამებს. განსხვავდება იმ წიგნისგან იმითი, რომ აქ ამბავს თავად არიადნე გვიყვება და ცოტა სხვა კუთხით არის აქ რაღაც მოვლენები დანახული. მაგალითად, პასიფაეს ისტორია, აიეტის, ჩვენი აიეტის დის პასიფაეს ამბავი, როგორ შვა მან საშინელი ურჩხული მინოტავრი.
პასიფაი რაღაცნაირად ყველგან ისეთ ქალად არის ხოლმე წარმოჩენილი, რომელიც თითქოს თანაგრძნობას არ იმსახურებს, მაგრამ ამ წიგნში ის ძალიან ტრაგიკული პერსონაჟია, რომელიც დალია, გააუბედურა და მოსპო იმ ამბავმა, რაც თავისი ნების საწინააღმდეგოდ დააწყდა თავს გულისხმობ პოსეიდონის ხართან შეუღლებას. ის ღმერთმა პოსეიდონმა გადაიყვანა ჭკუიდან და აიძულა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა, რის შედეგადაც საზარელი ურჩხული იშვა, რომელიც წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა ბერძნულ სახელმწიფოებს. აქ მხოლოდ ფედრა არ არის მთხრობელი, ფედრა ყვება ამბის ნაწილს, მოკლედ სხვადასხვა როგორც მედეახმები იყო, ისევე ისმის აქ რამდენიმე სხვადასხვა ხმა, ეგრეთ წოდებული პოლიფონიური რომანია და კიდევ ცოტა სხვაგვარად არის გააზრებული თეზევსთან შეუღლების შემდეგ, როდესაც გაცურა არიადნემ ათენისკენ, რა დაემართა. აქ დიონისოსის ძალადობის მსხვერპლი ხდება ის, თუმცა ჩვენ მითის სხვაგვარ ვერსიასაც ვიცნობთ, სადაც ის გაღვიძების შემდეგ დაბანგავს მას დიონისოსი და გაღვიძების შემდეგ როცა აღმოაჩენს, რომ თეზევსის გემებმა დატოვეს კუნძული, რა ვიცი, ბედნიერად აგრძელებს შემდეგ დიონისოსთან ცხოვრებას. აქ არ აგრძელებს ბედნიერად მასთან ცხოვრებას. მოკლედ სხვადასხვაგვარი ვერსიებია ყველასთვის კარგად ნაცნობი მითების და მომენტებში ვიტყოდი, რომ საკმაოდ ისეთი გულში ჩამწვდომიც კი ხდება ჯენიფერ სეინტის თხრობა. აი მაგალითად მითოლოგიით ახლად დაინტერესებულ ადამიანებს ვურჩევდი ამ წიგნს როგორც ძალიან კარგ რესურსს შემდგომ უფრო ღრმად ჩახედვისთვის მითოსში. აი ამისთვის იდეალურ წიგნად მიმაჩნია ეს და მე მგონი გამიგრძელდა დღევანდელი გადაცემა და დაგემშვიდობებით მოკლედ ჯენიფერ სეინტის არიადნეთი. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.